მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ახალი პარადიგმა, მე მის სამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში კი ჩვენი სტუმარი იქნება ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. მოგესალმებით ბატონო ედიშერ, მადლობა მობრძანებისთვის, თუმცა სანამ სტუმართან გადავალ, შეგიტყვით ერთი ინფორმაციით მინდოდა დამეწყო დღევანდელი ეთერი. როგორც იცით, დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ სოციალურ პლატფორმაზე მაუწყებლობთ ამ ფორმატში. დროის გასვლასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება მათ შორის ჩვენი აუდიტორიაც, თუმცა ამასთან ერთად იზრდება პროვოკატორთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ რომ გარკვეულწილად დააზიანონ ეს ჩვენი საქმიანობა და ამისი მაგალითი არის ერთ-ერთი TikTok ანგარიში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პლატფორმაზე და რომელიც წარმოადგენს ჩვენი გვერდის ნაყალბევ ვერსიას. ეს არის ყალბი გვერდი, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას ჩვენი სახელით სოლიდარობის სტუდიის სახელით და ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ვისაც შეხვდება და ხელი მიგიწვდებათ და არეპორტოთ ეს გვერდი, იმიტომ რომ აგვრძელდება სიცრუე, რომელიც ნამდვილად არ ეკუთვნის ჩვენს სტუდიას. გარდა ამისა, მოგიწოდებთ, რომ დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ ხოლმე ჩვენი სტუდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე გააზიაროთ, მოიწონოთ ჩვენი ოფიციალური გვერდი და ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება სწორი, გადამოწმებული ჯანსაღი ინფორმაცია მოგაწოდოთ და არ მივცეთ საშუალება ინტერნეტ თაღლითებს, რომ გამოიყენონ ჩვენი მისამართები და ჩვენი სიმბოლიკა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. დიდი მადლობა და მინდა ახლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ სტუმართან სასაუბროთ. ბატონო ედიშერ, კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა ვისაუბროთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ საკითხებზე, ისე სამართლის საკითხებზე, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. საუბრობ დაკავებების სერიაზე, რასაც ვხედავთ, დაკავებულები არიან მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, აქტივისტები, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები და ეს ყველაფერი ფასდება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან როგორც რეპრესიები. ერთი შეხედვით ჩვენ მე მახსენდება და ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა მაგალითად არიან დაკავებულები ეს სხვადასხვა მიზეზებით, არ წარსულში გამოირჩეოდნენ მაინდამაინც დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ისინი წარსულში შეიძლება კიდევ უფრო ღიად და კიდევ უფრო ხმამაღლა აკეთებდნენ ისეთ ტიპის ან განცხადებებს, ან ქმედებებს, რაც პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ ადრე არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეაქციები. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა აი ამ ადმინისტრაციული პოლიტიკის შეცვლა და ხო არა გვაქვს საქმე მართლაც პოლიტიკურ რეპრესიებთან? მოგესალმებით ბატონო თენგის, მოგესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის და ხაზგასმით მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ეს არ ახალია, ჩემო ბატონო თენგის. საქართველოსათვის არ ახალია ჩვენი ყოფისათვის, არ ახალია ჩვენი ისტორიისათვის და ეს ადამიანები არიან, რომლებსაც მე შევადარებ შახაბას რო ყავდა თავისი აგენტურა საქართველოში. თემურლენგს რო ყავდა თავისი აგენტურა საქართველოში. თურქ-სელჩუკებს რო ყავდა თავისი აგენტურა საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ისტორია, მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთები ყავღანაშვილები. ჩვენ გვახსოვს ჩემო ბატონო და ვიცით ბერბიჭაშვილები. ჩვენ ვიცით სხვადასხვა შადიმან ბარათაშვილები და უამრავი რაღაცები. ცუდას რა უნდა მტერობა, კარგია მუდამ ტრიანია, მთიდან ამოიყვირა იმ დიდებულმა ქართველმა და ეს ასე იყო. კარგი იყო სულ მუდამ საქართველოს თავარი მოსახლეობა და ამიტომ აქვე უნდა გავიხსენო კიდევ ერთი ქართული აფთოსანი გამონათქვამი. ხემ თქვაოთ სული რას დამაკლებდა ჩემი ტარის ჩემი გვარის რომ არ ეხმარებოდესო. ტარზია ლაპარაკი ამ შემთხვევაში. საქმე რაში არის, იცით, არავითარი რეპრესია ეს არ არის, არამედ რა მოხდა? მოხდა ერთი რამ. როდესაც სუსტებოდა ძველი იმპერიები, მაშინ საქართველოს მეფეები, ცენტრალური ხელისუფლებისათვის მებრძოლები დროს შეუვლობდნენ და იმათ მიუჩენდნენ ადგილს, ვინც იმათი წარმომადგენლები იყვნენ აქ. იგივეა ახლა. ხარკის გადახდა შეუწყვიტა ასე წერია. ასეა ბატონო და ამავე დროს კიდე იმ ნაძირალებს, რომელი ნაძირალებიც უყარ, მაგალითად ზაგან აბულათის ძეები და ვინ ჩამოვთვალე და კიდე უამრავი. სამწუხაროდ
ასე მიუჩენდნენ ჩვენი ღირსეული მამაპაპანი მათ ადგილს. როგორც მაგალითად ვაშაძეს აქვს მიჩენილი, როგორც გვარამიას აქვს მიჩენილი, როგორც მელიას აქვს მიჩენილი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის ვიღაცები რომ პოლიციელებს წვავდნენ, რუსთაველი რომ ჯალალედინივით ზე მეტი უარესად რომ მოეპყნენ ჯალალედინს და ასე ჯალალედინზე მეტი უარესად რომ მოეპყნენ რუსთაველს და ასე შემდეგ. ეს არახალი ამბავია და ამიტომ სუსტდება ცენტრები, ცალკეული ცენტრები და აქ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც არის ქართველი ერისათვის აუცილებელი. თქვენ ამბობთ რომ სუსტდებაო ბატონო ედიშერ, მაგრამ აი დღეს მაგალითად გავიგეთ რომ ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი რეზოლუცია, როგორც ამბობენ და აფასებენ განსაკუთრებით რადიკალურ ფლანგზე, ეს არის ყველა დროის ყველაზე უფრო მკაცრი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ლაპარაკი რომ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ თურმე ეს არჩევნები აზრი არ აქვს ჩატარდება თუ არა, იმიტომ რომ არ აისახება ამითი ქართული საზოგადოების ნებაო. მაგალითად და არა მხოლოდ რეზოლუციაზე აქვს საუბარი, აი მე მინდა წაგიკითხოთ რასა იუკნევიჩიანე დავიზეპირეთ უკვე ამ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას. მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეშია სცემეს, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს და არ აქვს სათანადო მკურნალობაო. ეს ინფორმაცია ვრცელდება ევროპარლამენტარის პირით. მე არ ვიცი ხა დაკავებულების მიმართ მოპყრობაზე თვითონ აი რადიკალური ფლანგის მხრიდანაც არ მომისმენია, რომ პირიქით ყველა ხას უსვამს, ხას გასმით, რომ კორექტულად იქცევიან იქ. არავის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს, თუმცა ევროპარლამენტში ასეთი ინფორმაციები ვრცელდება. აი ეს რითი შეგვიძლია ახსნათ, თუ მართლაც ისეთი დასუსტებულია ის ცენტრი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაშინ რატო დგამს ამ ნაბიჯებს და აქვს თუ არა ამ ნაბიჯებს რაიმე შედეგი მათთვის? ზუსტად დასუსტების შედეგია ბატონო თენგიზე ძლიერი ამას არ აკეთებს. ეხლა ბავშვმაც კი იცის ვინ არის გაგოვო, ხო? თელმა მსოფლიო მიცის და ყველამ აბსოლუტურად თავად გვარამიები, თავად მელიები და ასეთი ვიგინდარები თავად აღიარებენ, რომ არავითარი იქ ძალადობას ადგილი არ აქვს. ეხლა ეს ქალბატონი ვინაა? ეს ქალბატონი არის ხრუშჩოვის ფურცევა. ხრუშჩოვი. ესა ნიკიტისტი ქალბატონი. მე მაგათ ნიკიტისტებს ვეძახით. მაგრამ ერთი რასხვაობა ნიკიტა ხრუშჩოვის პარლამენტი ან უმაღლესი საბჭო არ იკადრებდა იმას, რასაც დღევანდელ დღეს ევროპარლამენტი კადრულობს. აი ეს მე მაგალითად მომსწრე ვარ ნიკიტას არა, მაგრამ ბრეჟნევის პარლამენტის მომსწრე ვარ. და მინახავს პარლამენტში თუ შეიძლება ეწოდოს უმაღლეს საბჭოს, გიოდა მაშინ უზენაესი საბჭო, არა უმაღლესი. უმაღლესი საბჭოში ასეთი ვიგინდარები მართალია იქ იყვნენ ისეთი ქალები იყვნენ, უბრალოდ წველავი ქალები იყვნენ, მეჩაიები იყვნენ, მაგრამ ასეთი ნამუსგარეცხილი არც ერთი არ ყოფილა. როგორ შეიძლება ის შრომელი ხალხი იყო და იმ შრომელი ხალხი არავითარ შემთხვევაში რაც არ უნდა დაგევალებინა, რასაც ესენი აკეთებენ, იმას არც ერთ შემთხვევისათვის არ გააკეთებდა. ესენი არიან სინდის ნამუსგარეცხილი ხალხი, რომლებიცისათვის თავარი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ. რა არის ახლა ეს? ეს არის ფული. ვინაიდან იქ მათ არავინ არ აშოვინებს ფულს თავად ევროპაში. საიდან უნდა იშოვოს? უნდა იშოვოს აქედან. და აქედან, როდესაც გამოდის თურმე 46 მილიონი, ეხლა დღეს გამოგხდა ინფორმაცია, 46 იქ ევროპარლამენტარებმა თქვეს თვითონ რომ 46 მილიონი ამ ნაძირალებს, რომლებიც არიან აქ არასამთავრობოები, რომლებიც წვავდნენ ცოცხლად პოლიციელებს, ცეცხლს უკიდებდნენ ავტომანქანებს და შემდეგ შარდავდნენ იმის მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოებში და ჩვენი წმინდანების ძეგლებს ექვთიმე თაყაიშვილის და სხვების შეურაცხყოფას აღანებენ, იმას გამოუგზავნეს 46 მილიონი. მეორე მომენტია კაცო, ახლა სულ სალფეხზე გიდია იმ შენ რაისა იუკნევიჩიანია თუ კუბილიუსია თუ ფონდერ ლაიენია თუ ვიღაცაებია სულ სალფეხზე გიდია აქა ეს ერასამთავრობოები მხოლოდ ერთ ათკატები, ეგრეთ წოდებული ათკატები, კაცო. ანუ ეს ფული უბრუნდება. თქმა უნდა, იქიდან რაზეა ლაპარაკი? ესე რომა მაძაღლობენ? ასეთი მამაძაღლობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კორლეონეს არ დაესაძნებოდა. არა, გამორიცხულია ეს იტალიურ სიცილიურ მაფია გაგნებაში არ იქნებოდა, რაც დღევანდელ დღეს. მაგრამ ეს ხო ერთგვარად უკვე აი კონტრპროდუქტიულიც ხდება, ხო, მათთვის, რომ მაგალითად აი ჩვენი რუსთაველის პროტესტის სიმბოლოდ გადაიქცა
ჯო უილსონი მაგალითად და ეხლა ვინ შეიძლება დაიჯეროს ამ ქვეყანაში რომ სადღაც დედამიწის მეორე კუთხეში მცხოვრები კონგრესმენი 1000 პრობლემა როა შიგნით იქ ამერიკაში და 1000 თემა როა ყოველ შემთხვევაში რაზეც უნდა აქტიურობდეს კონგრესმენი იცლის რომ ყოველ დღე გაეცნოს საქართველოს ნიუსებს დაიმახსოვროს ქართველი პოლიტიკოსების სახელები გვარები თუ აქტივისტების არ ვიცი დაკავების თარიღები და ყოველდღიურად ამაზე აქვეყნოს პოსტი თითქოს მეტი საქმე ამ ადამიანს არ აქვს არა აქვს არა ასაჯერებელია რომ ის ამას ყველაფერს უანგაროდ აკეთებს და რაღაც ალტრუისტული მიზნები ამოძრავებს და არანაირი ფინანსური და მე არ მგონია რომ საქართველოში არსებობდნენ კიდე ადამიანები ვისაც ამისი ჯერა ბატონო თენგის სრულიად ყოველ სიტყვაში გეთანხმები რაც თქვენ ბრძანეთ ახლა და მე ერთ რაიმეს დაუმეტებდი ფული ბაბაია ფულისათვის ეს ხალხი მიდიან აბსოლუტურად ყველა და ყველაფერზე გახსოვთ თქვენ რა გაუკეთა ამ უილსონამ იმას რა ქვია ხაზარაძეს და რა გვარია მეორე ჯაფარიძეს საბჭოთა კარბანჩიკები რო იყვნენ ქურდები ისა მახსოვს, როდესაც ის პოლიცია ცოტა მილიცია გვერდა მაშინ შეუტევდა, ბუჩქებში შეიმალებოდნენ და ქუდები ქონდათ ასე და ისა რა ქვია მობუზულები იდნენ, ხო ხედავ, ჩაიყვანა იქა, დაცინცლა ფულები და საწოდებები იმ ყინვაში ტრამპის იმას ინაუგურაციაზე რა დღეში იყვნენ. ესე ისინი არიან სუპერ აფერისტები, კაცო. რა ისა საბჭოთა მაფიას არ დაესიზმრებოდა და ამ ეგრეთ წოდებულ კომკავშირულ მაფიაში, რომელშიც გამოცდილია ხაზარაძე, არ დაესიზმრებოდა. ისინი რასაც მოიფიქრებდნენ, გავიხსენოთ რა ხდებოდა 20-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, 30-იან წლებში რა ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა სიტუაციები იყო, ისა მაყურებელი, ვინცაა დაინტერესებული, ახლა ახალგაზრდობაზე მინდა განსაკუთრებით ყურადღება გადავიტანო, რომ ერთხელ ამერიკაში ნახეთ შესანიშნავი ფილმი. ერთხელ ამერიკაში იქ არის ყველაფერი რაც არის ამ ფილმში მოთხრობილი აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხლა იმათ ტვინის უჯრედებში რაც ამოძრავდება მით უმეტეს ველურ კაპიტალიზმში გამოცდილების ის ამოძრავდება იმის რა ქვია ხაზარაძის ტვინსში და ჯაფარიძის ტვინსში არც ერთ შემთხვევისათვის ამიტომ არიან ისინი რომლებიც დავერბობკებული არიან ძალიან მაგრად ყავს დავერბობკებული და ხო ხედა უილსონამ თუ ვიღაცა მიქედან დაუქნია ხელი და როგორ გითხრათ იცით მარშებს უატარებდნენ აგერ თბილისში მარში შევიდნენ ციხეში მარში შევიდნენ ციხეში, როდესაც მათ თავისუფლად შეეძლოთ, რომ მისულიყო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, მაგრამ ვერ მივიდოდნენ. რატო ვერ მივიდოდნენ? გამიგეთ? ეხლა ძალიან მძიმე სიტუაციაში იყვნენ. იმიტომ რომ იქ დაუდებდნენ მასალებს და ეთყოდნენ პასუხი გაეცი ამ კითხვას. იქ რო გამოვიდა ბიზნესმენები და ამანო, კაცო გადაიფორმაო, ჩემი ქონებაო, ხაზარაძემო, ხო? ამან გადაიფორმა ჯაფარიძემო, ჩემი ქონებაო, პირდაპირ ლაპარაკობდა. ამას პასუხი ხომ უნდა გაცეთ, შემოთანგო. ვერცეთ შემთხვევისათვის ვერ გაცემდნენ ისინი ამას პასუხს და ამასთან ერთად მე დანარჩენებსაც ის მელიები რომ აგვარამიების ძალიან დიდი მაყუთები აქვს. ჭყალებში ლაპარაკობ უთევი ნაჭამი მაგათ ხო და ეხლა ის კაპიტალისტი ახლა ჩვენთან გამოშტერებულებს როგორია ზოგიერთი ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ჩვენზე ფიქრობს დღე და ღამ რა და ჩვენ გვიგზავნის უანგაროდ ფულს და ასე შემდეგ კაპი 1 ცენტს არსად არ ჩადებენ არც ერთ შემთხვევისათვის არსად არ ჩადებენ უკრაინაში წინათელი მაგალითი არაა გაცოლა ეხლა მიხვდა საწყალმა უკრაინელებმა სიტყვა გამექცა და მინდა გითხრათ რომ გამოვიდა ვიღაცა რადას დეპუტატი ოდნავ მოაზროვნე ყოფილა და თქვა ეს რა დაგვემართაო ერთი მიწებს გვართვევსო და მეორე წიაღისეული წაგვართვაო პოლიკარპე ბუაძეო იმერელი ვარ მე და ასე იტყოდნენ ჩვენთან გვიან მოვაჭკუაზეო ღმერთმა გაანათლოს კაი კაცი იყო მაგრამ ისე იყო სიტყვა სიმღერაში მღეროდნენ ხალხი რო გადათრებოდა შემდეგ ასე ემართება მათ ჩემო ძვირფასო თუმცა ხო იყვნენ ადამიანები არა მარტო ჩვენ ქვეყანაში მე დარწმუნებული ვარ უკრაინულ საზოგადოებაში ევროპაში დასავლეთშიც ვინც ამ შედეგზე წინას არ ამბობდა ეს ეხა რომ ისინი უბრალოდ შეცდნენ და მოტყუდნენ აი ამიტომ არ მჯერა ხოლმე ეს რომ ყოფილიყო მართლაც ისეთი რაღაც დამალული და აფარული ყველა ტყუილი სინამდვილეში ხო ხელის გულზე იდო და ისიც ხო ცხადი იყო რომ აქამდე მივიდოდა პროცესი აი ესე გვემართება ხოლმე ჩვენს ეხლა საქმე რაში არის რა შემდგომარეობს იცით წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო ჩვენ საბედნიეროდ ბოლო ხანებში ეს არ დაგვემართა რატომ არ დაგვემართა იცი ნახეთ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე როგორ სწორხატ-სწორად მიდის ჩვენი ხალხი და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა რომ
მე მთავარს ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევ ამას, რომ არის რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შეცდომებია, ძალიან მძიმე სიტუაციებია, ზოგიერთი რაღაცეები შეიძლება სხვანაირად იყოს და კრიტიკა და ასე შემდეგ. მე მithქვამს არაერთხელ, მაგრამ რატო ვარ გაჩერებული და არც ერთ შემთხვევისაც არის, იმიტომ რომ ომის მდგომარეობაშია ქვეყანა. ფაქტობრივად შევხედოთ, ირგვლივ ცეცხლის კრალია და ამ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე მოვედით მშვიდობით. ეს ახლა სხვა თუ არაფერი დამსახურება არის ამ ხელისუფლების, რომელიც არის, ბატონო, ეხლა ეს ვერ უარყო თავად, ნახეთ ამერიკის ყოფილმა ელჩმა, რომელიც დანიგანია, ხო? რომელიც გამოხდა შეხედეთ რას ლაპარაკობს, მეაქციოს ამას ჩვენმა მსმენელმა ყურადღება რაღაცას ლაპარაკო. მეო ვისთანაცო დავახლოვდიო და ვინც მინდოდაო ჩემს სამსახურში ჩამეყენებინაო, ისინიო ყველა მოხსნისო. ახლა ეს რაზე ლაპარაკ, ვინც მინდოდა ჩემი აგენტები ყოფილიყვნენო, მიხვდენო ამასო და ისეთი ძლიერი სამსახურები ყავსო დღევანდელ საქართველოსო, რომ ყველანი ხელიდან გამომაცალესო. ამიტომ ჩემო თვითფასო მეგობრებო, ვნახოთ ეხლა ესენი ვინც იკლავენ თავს და არიან და განსაკუთრებით მოთქვამენ და ასე შემდეგ, ყველა მათგანი ისინი არიან შტატიანი აგენტურა და ჩვეულებრივი ამბავი ეხლა რაშია საქმე იცით, მე განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილზე მინდა ყურადღება გამომახვილო, რომ ახალგაზრდებს მოუწოდეთ ცოტა წაიკითხონ წიგნი და წიგნს როდესაც წაიკითხავენ, ნახავთ რა ხდებოდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ტიპიური ისეთი პროცესები იყო, რომელიც ჩვენთან ახლაც მიმდინარეობს. ამიტომ კიდევ ერთხელ მიმეორებ ჩემო ძვირფასო უმცროსო მეგობრებო და ვისაც ჯერ კიდე ტვინი როგორ გითხრათ, იცით, შებრუნებულად გაქვს შემოაბრუნეთ საქართველოსაკენ, საქართველოს წინააღმდეგ რო გაქვს შებრუნებული და იფიქრეთ ერთადერთი რაიმის შესახებ, რომ არავინ არასდროს ამ ქვეყანაში კაპიკს არ ჩადებს ისე თუ მას საკუთარი მოგება არ ექნა და დამადასტურებელ მაგალითს გეტყვით ერთს, მხოლოდ ერთს. ძალიან 1-2-3 წელს უკან იყო, თუ გახსოვთ, ძალიან ევროკავშირი გვაძლევდა ჩვენ სესხს 75 მილიონი. ირაკლი ღარიბაშვილმა უარი თქვა და აატყდა ერთი ამბა. ეხლა წარმოიდგინე, შენ მაძლევ მესხეს, სესხს, მე შენთვის არ მithხოვია, ბატონ თენგომ მაძლევს სესხს და უარი განიცადი არ მაქვს, შეიძლება არ მაქვს, მე გადახდის თავი და გეუნები ვარ. როგორ არ სესხულობთ უარი ევროკავშირის სესხზე. ახლა ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის, რა წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ვინც ძალიან კარგად შეხედავს კაპიტალიზმის პოლიტიკურ ეკონომიას, იმან ძალიან კარგად მიხვდება ერთ რაიმეს, რომ კაპიტალიზმს სხვანაირად არ შეუძლია და ეხლა რომ ომების შიშის გარეშე ომების შიში ვიმყოფებით, ეს სწორედ კაპიტალიზმის დამსახურება. კაპიტალიზმს ომების გარეშე არ შეუძლია. ნახეთ როგორი სიტუაციაა, ჩემო ფასო მეგობრებო, რა უზარმაზარ მოგებას იგებენ იარაღისაგან. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე მინდა გითხრათ. კვირა არ გაივლის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ არ გითხრათ სკოლაში ვიღაცა შეიჭრა, ვიღაცები ბავშვი მოკლა. საღათაც შენობაში შეიჭრა ვიღაცები. ამ დროს ამდენი ხანია დამოკლეს מחვილივი დგას ამერიკის შეერთებული შტატების თავზე იარაღის შესახებ, რომ ისა რა ქვია გაყიდვა აიგზალა. არა, პირიქით. არც აიგზალება, რატომ არ აიგზალება? ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული, რომ თავისუფლად იყიდება იარაღი ამერიკაში. ბატონებო და ქალბატონებო, იმიტომ არ აიგზალება, რომ ის ტრამპი არავის არ გეგონოთ და არც ისა ბუში და არც რაღაც ერთი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იყო დამოუკიდებელი. მათ უკან დგას უზარმაზარი ფინანსური ოლიგარქია. სწორედ ეს ფინანსური ოლიგარქიები აბარაგებენ, მას აძლევენ იმის საშუალებას და რასაც ისინი დაკვეთას მიცემენ, ის მან უნდა გაახმოვანოს და მან უნდა გააკეთოს. ახლა ვინმე ჯერა რომ ის უზარმაზარი ფინანსური ოლიგარქიის გარეშე დამოუკიდებლად მოქმედებს დონალდ ტრამპი გამორიცხული ეს ასეა არ არის და ნახეთ როგორი სიტუაცია. ისევე ახლა მე ვერ ვიტყვი, ისევეა რუსეთშიც პუტინი ჩემო ბატონო არის გარკვეული ოლიგარქიული ფენის წარმომადგენელი, რომელი ოლიგარქიული ფენის ხელში არის ის ყველაფერი და უზარმაზარი ფინანსები და ეს ორივენი ამ დაპირისპირების შედეგად იშოვება უზარმაზარი თანხა გუშინ წინ. ახლა თუ გუშინ დაიდოთ შეიძლება ნახოთ ინტერნეტში ასეთი რამ, უბრალოდ ნორმალურ ადამიანს გული აგიტირდება. თუ ნახეთ ხარკოვში ბიჭი დედასთან ერთად მიდიოდა და მიყავდა ისა რა ქვია დაიჭირეს კომისარიატის წარმომადგენლებმა. კი ბატონო, კი გაწვის კომისარიატის წარმომადგენლებმა დაიჭირეს და დედა რომ ისა მანქანასთან იყო ატუზული შეიძლება იყო და მანქანას მის სიჩქუით არ უშვებდა,
იქვე ისა ინსულტი მოვიდა და გარდაიცვალა. ეს ერთი ფაქტი ვნახეთ ჩვენ. რამდენი ფაქტი იქნება უზარმაზარი ფაქტი და რატომ ისა იმ ნაძირალა ზელენსკის ძალიან დიდი ლათ უნდა ომის დამთავრება. მე დარწმუნებული ვარ, არა დაამთავრებინებენ მას. იმიტომ არ დაამთავრებინებენ, რომ მასში უზარმაზარი ფულია ჩადებული, ამ ომში უზარმაზარი ფულია ჩადებული და უზარმაზარი თანხები შემოდის ახლა იქედან და ახლა საქმე რაში მდგომარეობს კიდე იცით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი მთავარი ამოცანა დღევანდელ დღეს მე ხშირად მithქვამს, ყველა მიხედავს თავის თავს. და რაც უნდათ ის უქნიათ საკუთარი ქვეყნებისათვის, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩემო თენგის, ალბათ მეთანხმები ამაში და შენ ძალიან გონიერი კაცი ბრძანდები, რომ ჩვენი ქვეყანა როგორ გადარჩეს და ჩვენი საკუთარი ფიზიკური თქვენ შეეხეთ ამ თემას რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ჩვენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ალბათ თუ კი აქამდე მაინც უკრაინაში, უკრაინის მოვლენები არ იყო საკმარისი ადამიანებისთვის დაენახათ, რამდენად საშიშ დროში ვცხოვრობთ, ხედავთ რომ პერიოდულად უკვე დღითი დღე ეს ცეცხლის რკალი ვიწროვდება ჩვენს გარშემო, ხო? ნახეთ ირანს ისრაელს შორის დაწყებული პროცესი, რომელიც საბედნიეროდ ღვთისმხალობით შეჩერდა ჯერჯერობით, თუმცა რამდენად ასე მყარი არის ეს ზავი ჯერ არავინ იცის. ნახეთ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაზავა, ნახეთ მაგალითად თურქეთის პოზიციებს, სხვა შორის ხეს ჰქონდა თურქეთს განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებით და მან თქვა რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჯერ თურქეთი გავათავისუფლო ტერორიზმისგან და შემდეგ ეს ხაზგასმით აღნიშნა მთელ რეგიონში ექნება თურქეთს ამისი პრეტენზიაო ანუ სხვა ქვეყნებშიც აპირებს ის ტერორიზმთან ბრძოლას როგორც ჩანს ეს ცეცხლის რკალი ერთგვარად დავიწროვდა ჩვენს გარშემო და ვფიქრობ რომ დღეს მაინც უნდა იყოს თვალსაჩინო ადამიანებისთვის რომ ეს ომის საფრთხე რაზეც ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი ეს მართლა ვიღაცების მოგონილი შეიძლება ვიღაცები იყენებენ კი ბატონო თავის სასარგებლოდ ამ რიტორიკას, მაგრამ ეს რეალური საფრთხე არის აი ამ ქვეყნისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი საზოგადოების განწყობები ამ ხრივ რამდენად არის შეცვლილი თუ აღიქვავს ქართული საზოგადოება ამ საფრთხეების რეალობას და რა არის ესეთ დროს ჩვენთვის ჩვენი როლი ამ პროცესში? ბოლოდან დავიწყებ და გიპასუხეთ თენგო ბატონო რომ ეს რომ ასე არის, ეს ამის დადასტურებელია რუსთაველი. რუსთაველზე რომ თეორი სულელი რომ დაკინგილებს იქეთ-აქეთ და ფულს ელოდება იქიდან ამის დამადასტურებელია, თორემ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა 24 თებერვალი 2022 წლის 24 თებერვლიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და რომ სამშვიდობის პოზიციებზე. ახლა რაც შეიძლება შეეხება თქვენს ძირითად კითხვას. საქმე რაში მდგომარეობს, იცით, ურთულესი სიტუაციაში იყოფება დღევანდელი მსოფლიო. ეს არის მსოფლიო გადანაწილებისათვის მიმდინარე ბრძოლა. და ამ მსოფლიო გადანაწილებისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ახლა საქმე რაშია? მოდი ვთქვათ გულწრფელად, რომ დასავლეთმა ომი წააგო უკრაინაში. დამთავრებულია იქ რა. ახლა გინდა ასე იყო ისა ეს რო ყავს სულელი, ერთი სულელი წავიდა გერმანიიდან და მეორე სულელი მოვიდა იქ, ხო? ხო და იმათ რაღაცნაირად არიციან რა, ეტყობა ისტორია, არიციან თორემ ძალიან გათვალისწინებული ექნება, თორემ ისტორია წაკითხული რომ მქონდეს, სამჯერ იყო რუსი ბერლინში, სამჯერ. და მეოთხეჯერ შეიძლება დაწვანს მთლიანად და არ მოერიდება ამას. არ მოერიდება ის იმ ორეშნიგზე, იმ ბაიგალოვიკეიო თუ რაღაცას რო ეძახიან, კობინს მოხსნიან იმას და ისეც დააგებენ, რომელიც გადაწვავს ყველას და ყველაფერს და ამიტომ ჭკუის მოხმობაა საჭირო, ჭკუის მოხმობა უპირველეს ყოვლისა ევროპელი ხალხის მიერ. იმიტომ რომ ისეთი ვიგინდარები, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყავს, ყველაზე ავლაპარაკობ, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით არ ვსაუბრობ უნგრეთსა და სლოვაკეთზე, დანარჩენებ და აგრეთვე სერბეთზე. დანარჩენებზე ლაპარაკი მაქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანების ყოფნა. კი, მაგრამ ისინი რა ვერ იაზრებენ იმ საფრთხეს, რომ მათი სახელმწიფო შეიძლება შეეწიროს ან უკიდურესად დაზარალდეს აი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, რა თუნდაც ეხა აყვავებულ, გაძლიერებულ დემოკრატიაში, ეკონომიკაში, აი რატო იქმნიან თვითონ ასეთი ტიპის კეთყვით. რა თქმა უნდა, იაზრებენ ამას, მაგრამ იმდენადაც ისინი დამოკიდებული არიან საზღვარგარეთულ კაპიტალზე. მიხვდებით ახლა რომელი ქვეყნიდან არის ეს რომ იძულებული არიან ეს გააკეთონ ვინაიდან ნახეთ როგორი სიტუაცია იცით ჩვენ ახლა არა ჩვენში განათლება საჭირო იმ დონეზე რომელი დონეს განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილში რომელიც აუცილებელია და რატომ ლაპარაკობ მარშალის გეგმა
მარშალის გეგმაში დევს ეს ყველაფერი. მარშალის გეგმით რო შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთ ევროპაში, იქ რაც საწარმოები, მნიშვნელოვანი საწარმოები აიგო 51% ყველგან ამერიკის შეერთებული შტატების ეს იყო წინაპირობა მაინც. ფაქტია და ამიტომ ჩემო ბატონო, ეხლა რაშია საქმე, მუსიკას ის ისმენს, ვინც უკვეთავსო, ხო? მაგალითად უთხრათ, რა თქმა უნდა, ისედაც ალბათ ყველანი იცით, მაგრამ მარშალის გეგმა ეს გულისხმობდა გეგმას, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა გაიღო მთავარი ხარჯი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული ევროპის აღდგენას. ერთს აუხსნი კიდე მაყურებელს, ჩახედოს და ნახოს. ზოგიერთების ბრიყვები ან დაქირავებულები ლანძღავდნენ სტალინს. რატომ არ აიღო მარშალის გეგმა? მარშალის გეგმა პირველად სტალინს შესთავაზეს. ოღონდ რა იყო იქ? თქვენთანო რაც პრესა და ესეთი იქნებაო, ესო ჩვენს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს მედიაო. მეორე ამბავი იყო, თქვენთანო რამდენი ტანკი იქნება გამოშვებულიო, რამდენი რაკეტაო თუ რაღაცაო, ავტომატი თუ რაღაცა, ეს კაცო ჩვენ სათითაო თვლით უნდა და რა მეურნეობის რა დარგებს განავითარებ თუ ესო ჩვენ თორე ისი არაო. და ის იყო რომ სტალინმა ჩემო ბატონო შეუკურთხა და რომ იტყვიან აბურაკან ამოკრული გაუშვა აქედან, ხო? ამიტომ ლაპარაკობ, ცარი ქართველ კაცს აქვს ასეთი ანდაზა, ცარიელ გობში ხელს არავინ არ ყოფსო. ესა, აი, როდესაც ამის წოდნა გექნება, ამის გააზრება გექნება, მაშინ ერთი პოლიტიკოსი რო ყავდა ჩვენ, რომელიც ყველას მეგობრებს უძახდა, ჩემი მეგობარი ბეიკერი გვახსოვდა, მაშინ ასეთი აზროვნება არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან ჩადეს ის, რომ კოლონიური აზროვნება არის ახალგაზრდობის ნაწილში, განსაკუთრებით და პროფესორ მასწავლებელი პედაგოგების ნაწილში, რომ არ შეიძლება მგდელმა შეიძლება მეტად გააკრიტიკოს ეკლესიაში სახარება, ვიდრე დასავლეთის გაკრიტიკება, როგორ შეიძლება, კაცო? ეს არის რაღაც უზენაესი ჭეშმარიტება, ყველაფერი რაც იქიდან. საქმე რა არის, მიყვეთ იმ პროცესებს, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წააგო ომი, ფაქტობრივად წაგებულია ომი და ახლა ამავე დროს უნდა იცოდნენ მათ ანაკონდას გეგმის შესახებ. რა არის ეს ანაკონდა? ახლა მე დარწმუნებული ვარ, ვინც ეგრეთ წოდებულად და პროდასტავლურად აზროვნებს, ანაკონდა შეიძლება გველიც რომ არის არ იცის. და რაში მდგომარეობს ამ ანაკონდის გეგმა, როდის ჩამოყალიბდა, რა პროცესები უნდა გაიაროს მან და რა უნდა მოხდეს, ეს არ იციან. საქმე შემდეგში მდგომარეობს ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ეხლა სამხრეთ კავკასიაში ბევრი ვინმე აფათურებს ხელებს, მაგრამ აქ სამხრეთ კავკასიაში მუშაობს გეოპოლიტიკა მუშაობს. ის არაქვია პუტინს რო აბრალებენ და ახლა პუტინი ოკუპანტია, მე ამას სულ ლაპარაკობ და ჩემი საქართველოს მიწების 20% აქვს მას ოკუპირებული. მაგრამ ამავე დროს პუტინი მისი ჭკუით კი არ მუშაობს გეოპოლიტიკური ჭკუით. ეხლა საქმე რაში არის? ვიღაცებს რო წარმოუდგენია, ეხლა დაკრავენ პუტინს და რუსებს ფეხს და აქედან არც ერთ შემთხვევისათვის ვერ მოხდება. მინდა ძალიან და საქართველოს დამოუკიდებელი რო იყოს. რაზია კაცო, ამაზე მეტი უკეთესი და ის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მაგრამ ვერ მოხდება ეს ჯერჯერობით. რატო ვერ მოხდება? იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სხვადასხვა ძალები მუშაობენ და რუსი არც ერთ შემთხვევისათვის სამხრეთ კავკასიას არ დათმობს. მაშინ როგორ ახსენეთ ბატონო ედიშერ, ის ბოლო პერიოდის მოვლენები ჩვენ ნახეთ როგორ რა პოზიცია დაიჭირა, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანმა, როდესაც მას რაღაც გარკვეული დაძაბულობა შეექმნა და განცხადებებიც იყო მათ შორის თვითონ აზერბაიჯანში, რომ შეიძლება რაღაც რუსეთში ეთნიკურად აზერბაიჯანელების ჩაგვრა არ იყოსო იმდენად სენსაცია, რამდენად სენსაცია არის თავად აზერბაიჯანის პოზიცია, რომ მან შეძლო ის ალიევი საერთოდ ამ ბოლო დროს ისეთ პოზიციებშია, რომ ის ღირსეულად ელაპარაკება მაგალითად და თანასწორად ელაპარაკება ირანის პრეზიდენტს, აქეთ არც რუსეთს უთმობს არაფერს და ერთგვარად აი ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს პოზიციებს ინარჩუნებს. ხედავთ, რომ არ არის მთლად იდეალური ურთიერთობა რუსეთსა და სომხეთს შორის. ნუ საქართველოსთან საერთოდ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. რანაირად შეიძლება ამ მოცემულობაში ვთქვათ, რომ რუსეთი არ დათმობს სამხრეთ კავკასიას, მას აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან აქ პრობლემა აქვს, როგორც ჩანს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ასე არის, მაგრამ მეორე ამბავს შევხედოთ. ვინ დააბრუნებინა ყარაბაღის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმა სახელმწიფომ დააბრუნებინა აზერბაიჯანს? რომელმა? ამერიკამ?
სომხეთში ამაზე რუსეთს დებენ ბრალს პირდაპირ. რა თუნდა ეხლა იქ ვინც იყო ჩემო ბატონო ჯარისკაცი და ვისაც ყავდა ჯარისკაცი იმის ლომის წლილი მევწვლილი არის ამაში და ფაქტია ეს. და შემდეგ ნახეთ უკანასკნელი ცნობების მიხედვით, როდესაც ზოგიერთი ჩვენთან ლაპარაკობდა ხბოს აღტკინებით იყო და ახლა თურქეთის ბაზები შემოვა და დადგება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანმა გააკეთა განცხადება რომ არავითარი თურქული ბაზა აზერბაიჯანში შემოდის. იმიტომ რომ ეგ ახლა საკითხავია მე მაგალითად თქვენ აბსოლუტურად გეთანხმები და პირადად მე არაერთხელ გამისაზრდა მithქვამს იმის შესახებ რომ მე ძალიან ჭკვიან პოლიტიკოსად მიმაჩნია ალიევი ძალიან ჭკვიანზე ჭკვიან პოლიტიკოსად იმიტომ რომ მე როგორც ისტორიკოსი საზღვრავ შედეგების მიხედვით და შედეგი აქვს წინვალე იმ კაცს ყველაფერს რო თავი დაანებო მან რუსი მოეხმარა თუ ოსმალო მოეხმარა თუ ისა რა ქვია კონგოელი მოეხმარა ტერიტორიული ისა ყარაბაღი დაუბრუნოს ქვეყანას მე კი მას არაფერი არ უნდა დანარჩენი რომ არ გააკეთოს წყვილს ლაპარაკობ კაცო ეხლა უზარმაზარი საქმე გააკეთა და ეხლა რა ხდება იქა რა შიდა დინებები ხდება და როგორი სიტუაცია და მე ეს რომ დაკავშირებული იყო ისრაელ-ირანის ომის შემდეგ რო ხდება ამ პროცესების განვითარება შემდეგ აქა შემთხვევით არ არის 3+3-ის შაშლა ბევრი ვინმეს აწყობს აქა ხო და სწორედ ამის საწინააღმდეგობოდ არის მიმართული ის რა პროცესების დღევანდელ დღეს ვითარდება სამხრეთ კავკასიაში. მე ერთ მთავარ მომენტს მივაქციოთ ყურადღება ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე მაგალითად რომ მკითხოთ გაოგნებული ვარ ერთადერთი რაიმით. როგორ იტანს იტანს მე ჩემი საქმე არა, მაგრამ როგორც ახლა ისტორიკოსი მინდა გითხრათ რომ სომხეთის სახელმწიფო სომხებმა რომ დღევანდელ დღემდე მოაღწიეს ეს მათი ეკლესიის დამსახურებაა. სომხური გრიგორიანული ეკლესია. ფაქტია, ჩემო ბატონო, უდიდესი როლი შეასრულა სომხების ისტორიაში და ჯამ ვიგინდა რას რომელიც ხალხ პრეზიდენტი რაებს ალაპარაკებენ კაცო მე მესმის ახლა სოციუმის შემადგენელი ნაწილია ეკლესია მაგრამ რაც ამ კაცმა იკადრა იმის რა ქვია სომხეთის იმის პატრიარქის მიმართ ეს ყოვლად კათოლიკოსის მიმართ ყოვლად წარმოუდგენელია რა უთხრა ისო წინადაცვეთილი ხარ და მოდი და განახებო რა შეგამოწმებინებო ახლა მაგრამ მიაქციეთ ყურადღება მიაქციეთ ერთი ხელიდან იმართება და ჩემო თენგოს ყველაფერი ნახეთ აქ პეტრეცავამნა განაცხადა ხო ერთი ერთზე ჯდებიან და მით უმეტეს 2003 წელს არის ცნობები იმის შესახებ დახურული ჯგუფებში ყოფილა ამისა ცნობები და ალბათ თავის დროზე გამოგვხდება რომ პირველათო იქ ჭობდნენ მიშა სააკაშვილის ხალხი პირველათო შევიჭრეთო სიონშიო გამომტეკოთო ისინი იქედან და მე შევიდეთო პარლამენტის შენობაში. ესეთ მაგალითები, იმიტომ რომ დათა თუთაშხიაში არ იყოს ერთი ხელის ნაკეთები მგონია მე ყოველიო. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ არ გამოვუათ იოლი გასეირნება, არ მოხდება იოლი გასეირნება და ამ შემთხვევისათვის ახლა მე ჩვენ ხშირად გველაპარაკებია რა როლი უნდა დაიჭიროს საქართველოს. საქართველოს უნდა დაიჭიროს, რომელიც ქონდა მთელი საუკუნეთა განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო საუკუნეების განმავლობაში ეს უნდა იყოს ნეიტრალური პოზიცია, როგორც ჩვენ ძალიან კარგი პოზიცია დავიჭირეთ ირანს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დროს და ახლა ამ დაპირისპირებაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ყოველ მიზეზს გარჩე ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ხო გქონდა იმისი შანსი და გვაქვს იმისი შანსი ბატონო ედიშე რომ აი მართალი ბრძანდებით ნეიტრალური პოზიცია, მომრიგებლის პოზიცია, გეოგრაფიული მდგომარეობაც კი ეგეთი. ჩვენს გარეშე არცეთი არაფერი არ არაობაა. ჩვენ გვაქვს შანსი თბილისში გაიმართოს მაგალითად აი ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრები ჩვენ ვიყოთ ამ ყველაფრის მასპინძელი ჩვენ ვიყოთ მშვიდობის ასე ვთქვათ როლის მშვიდობის გარანტი კავკასიაში აი რა უშლის ამ ყველაფერს ხელს რატომ ვერ ხდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რომ ეს როლი დაიბრუნოს საქართველოს თორე არ ამგონია ხა ვინმე ჩვენთან იმისი ილუზია ჰქონდეს რომ საქართველოს როლი შეიძლება იყოს რაღაც დიდი იმპერიის შექმნა და ერების დაპყრობა და ჩვენი როლი ზუსტად ყოველთვის ეგ იყო რომ თბილისში წყდებოდა კავკასიის საკითხები. დღეს ეს როლი დაკარგულია. ბატონო თენგოს თანდათანობით მოხდება ამ პროცესში. ესე იგი პოლიტიკა ასეთი რამ არის ჩვენ უნდა ვეძიოთ ლოდინის პოლიტიკა, რომელშიც გვაქვს. ჩვენ ეს როლი დაგვიბრუნდება და ნაწილობრივად ძალიან მნიშვნელოვნად ვინც ადევნეს პროცესებს თვალს ყურს ამას ხვდება რომ ეს ასე იქნება. იქედან გამომდინარე რომ ეხლა მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მინდა ჰაერში არ მინდა არ ვარ მე მგონია ღრუბლებში არ დავფრინავ და მიწაზე ვდგევარ და ვხედავ რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ჩვენი
ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება, მაგრამ მე მინდა რომ რუსეთთან მოლაპარაკება იყოს როგორც თანასწორთან თორე ახლა მე ვიცი რუსი როდესაც რომ მიტყვის გაიჯეჯილებს მე რას წარმოადგენს ის და მაგრამ პროცესები ისე მიმდინარეობს გამგები გამიგებს რასაც ახლა ვლაპარაკობ რომ რუსი იძულებული გახდება ისეთი პროცესები მიმდინარეობს რომ მან ყველაზე მეტი ახლო ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსთან და აღადგინოს ის ურთიერთობები რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ჩვენ მქონდა ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. მაშინ უნდა დავიწყოთ როცა ამისთვის ხელსაყრელი გარემო იქნება. მეცაც ვეტყვი ჩემს მაყურებელს ვინც გვისმენს თუ იცით მთავრობის ესა რა ქვია ძველი ქალაქის საკრებულო რომ იყოს საკრებულო იმის თავზე რომ კონგურია არის ჩემო ბატონო ის ბაქოდანაა ჩამოტანილი თბილისში 1831 წელს რატომ არის იქა იმიტომ რომ რუსეთისათვის ყველაზე მეტი მთავარი იყო და ცენტრს წარმოადგენდა მთელი კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა თბილისი აქიჯდა მეფის ნაცვალი და მე ის რომ მქონდათ რა ქვია კიდე სობორო მთავარი აგებული ყველაზე მეტი მაღალი იყო კავკასიაში თუცა ის კავკასიის დაპყრობის სიმბოლოდ იყო და ყველაზე მაღალი ტაძარი იყო კავკასიაში დღესო პარლამენტია იმ ადგილზე იდგა და მე ერთი რაღაც მინდა კიდე აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა ამით ისარგებლე ერთ-ერთმა ქართველმა კაცმა რომელსაც ყველაფერში აგინებენ დღეს ლავრენტი ბერიამ და პირველი დასანგრევი როდესაც მიიღო ნებართვა რომ ეკლესიები უნდა დაანგრიო პირველი ის დაანგრია ესეც უნდა იცოდეს ჩვენმა მომავალმა თაობამ და ახლა ყველაფერში ლანძღვა და გინება და ასე შემდეგ არ შეიძლება მით უმეტეს სადაც ადამიანების სალანძღავი და საგინებელია საუბარია რუსეთის გამზირზე დღევანდელ პარლამენტთან მდებარე ტაძარზე რომელიც რუსებმა ააშენეს სწორედ კავკასიის დაპყრობის სიმბოლო და რატო ვლაპარაკობ ახლა მე ამას რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ და ვისაუბროთ თალგოს თანასწორს და ჩვენ არ ვჭირდება რომ ისე ვიყოთ რომ რუსებთან ვიყოთ თავდახრილ მდგომარეობაში არც შემთხვევისათვის ჩემოძვირფასო მეგობრებო მაგრამ მეორე ამბავია კიდე ისე რომ ეხლა ამ 35 წლის განმავლობაში რო ვიძახდით ჩვენი დასავლელი მეგობრები მეფის რუსეთის მეფის ნაცვლები არ იცლებოდნენ და წარმომადგენლები და ცეკას ინსტრუქტორები არ იცებოდნენ ისე როგორც ასაიუკნევიჩიანები კუბილიუსები ფოტიკები ფონლაიენები და ასე შემდეგ იცებიან ეს რაში არის საქმე აქ საქმე იმაში არის რომ ამ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება დღევანდელი დღის ფულიდან გამომდინარე ფულის არსებული რეალობიდან გამომდინარე სიყვარულიდან გამომდინარე და მეორე ამბავია კიდე ჩემო ძვირფასო თენგო რომ პება სისტემა რომელიც მათ ჰქონდა შექმნილი ეს არის ეს ლიბერალური სისტემა რომელსაც ყველაფერს და ყველას ყავლი გაზდის და ამის დამადასტურებელი ახლა იქნება 2-3 დღეში როდესაც ეს მართალია ჯერ მოთელვა იქნება მაგრამ შემდეგ თავარი პროცესები წავა ფონლაიენს ისა ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომაზე არის უკვე ლაპარაკი ეს პროცესები თანდათანობით გაღრმავდება თანდათანობით წინ წავა და ახლა საქმე რაში არის საქმე იმაში არის რომ აი ესენი რას ცდილობენ ცნობილი გამონათქვამია რომ 1904-5 წლების რუსეთ-იაპონიის ომის დროს სტრუე იყო ასეთი მინისტრი თვალსაჩინო ფინანსთა მინისტრი იყო და მას აქვს ნათქვამი როცა გავჭირდა რუსეთის იმპერიას რა კარგი იქნება ერთი პატარა მომგებიანი ომი რუსეთისათვისო მაგრამ იმ ომში ცხვირპირი დაუნაყეს რუსეთს რას მინდა პარალელს მინდა გავავლო რომ ევროპის სახელმწიფოების უმეტეს მმართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას აწყობს ეს ომი რატომ აწყობს ეს ომი იმიტომ რომ როგორც იქ სიტუაცია ჩაწყნარდება და იქ სიტუაცია დარეგულირდება ისე რომ ადამიანებს ყურადღება არ ექნებათ ომისაკენ გამახვილებული ამ შემთხვევისათვის ისინი აუცილებლად მიხედავენ იმ საკუთარ ხელისუფლებებს ანტიხალხურ ხელისუფლებებს სადაც ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეურო ბარომეტრი არის ასეთი რაღაცა ორგანიზაცია ევროპას ატარებს და 50%-ზე ნაკლები არცეთ არ არის. არცეთ ქვეყანაში გამოაქვეყნა დღეს კვლევა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ორი ქვეყანა არ ყავს გამოყვანილი, უნგრეთი და სლოვაკეთი. დანარჩენი ყველა უჭერს ხელს. და ნახეთ როგორი ბნები არის აქაც ატარებს ვიღაცა ისა რა ქვია, იაგო კაჭკაჭიშვილი, რაღაცა კვლევებს ატარებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 87%-ია თუ რაღაცა ევროკავშირში გაწევრიანების, ახლანდელ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
კიდევ ერთხელ მეორე მაყურებელმა დაინახოს ერთადერთი რამ ერთი ხელი აკეთებს აბსოლუტურად ამას ყველა და ყველაფერს და ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი მაშინ SWIFT-დან უნდა საქართველოს გათიშვა კიდევაც რა ხო წარმოგიდგენია ასეთი ინფორმაცია იყო დიახ თუმცა საქართველოს ბანკის განცხადება იყო შემდეგ სწორად მახსოვს რომ არ არსებობს მანიპულაციებია ყოველ შემთხვევისათვის ეს და მაგრამ ეროვნული ბანკის მაგალითად ეროვნული ბანკის განცხადება იყო რომ არანაირი საფუძველი ამზე არ არსებობს საქმე რაში არის იცით ეს ადამიანები თუმცა ჩვენ რაც შემთხვევისათვის შვიდად არ უნდა ვიყოთ და უნდა მემზადოთ იმიტომ რომ ისეთი ადამიანების ხელში არის იქა ხელისუფლებები და ისეთი ადამიანები წარმართებენ ამ ხელისუფლებას რომ მათგან ყველა მამაძაღლობაო ჩვენი წინაპრები იტყოდეთ ყოველ წუთსა და ყოველ წამსა მოსალოდნელი და ამიტომ საქართველოს უნდა იდგეს ისე როგორც დღევანდელ დღეს დგას და უნდა ვემზადოთ რისთვის იმისათვის იყო რომ იყოსო მშვიდობა კაი გაგებით ვლაპარაკობთ გამიგეთ უნდა ემზადო ომისათვის ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ ვერ მომემზადები და ვერ გავუწევთ ამას წინააღმდეგო მაგრამ აი სულიერი ომისათვის ნახდათ უნდა ვიყო სულიერი სცენარისტვის სცენარისტისთვის და ამავე დროს რაზეც გვიტევენ ეს არის უპირველეს ყოვლისა რა უნდა დანგრევა უნდა ჩვენი სულიერების დანგრევა უნდა ჩვენი ტრადიციების დანგრევა უნდა ჩვენი კულტურის დანგრევა უნდა ჩვენი ისა რა ქვია მომავლის და ასე შემდეგ ხო ხედავ რაზე აკეთებენ აქცენტებს და როგორ მიმართავენ ყველაფერს იმისათვის რომ აქ რაც შეიძლება მეტი არეულობა იქნეს მოტანილი რისთვის ხდება პატრიოტული ტელემაყურებლებო ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რა იმის გამო რომ საქართველოს რამენაირად მოახდინონ აქა არეულობა და აქ არეულობის შემდეგ მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ხელისუფლება ამ მარიონეტულ ხელისუფლებას როგორც ეხლა მათ აქვს ვილები და უზარმაზარი სახლები და უცხოეთში და ასე შემდეგ და თანხები და ასე შემდეგ ესენი ასე მისცემენ მათ ოღონდ იმათ რასაც ეტყვიან ის გააკეთებენ ერთამს აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს და ალბათ გააქვთ ფილმი ნახული რაბინია იზაურა იყო მონა იზაურა აი ამ მონა იზაურას რაც არის სიუჯეტებში ასახული და როგორადაც არის იქა მოქმედებები ჩემომადა რომ მასში ქართველი ერის ბატონიჩე რა თქვენ ურთიერთობა გააქვთ ახალგაზრდებთან სტუდენტებთან თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე და კარგად იცით მათი შეხედულებები ალბათ დამეთანხმებით რომ ამ პროტესტის დასაწყისში გასულ წელსა ახალწლო და ამ პერიოდში მართლა ძალიან ისეთი კონტრასტული იყო რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი იყო საპროტესტოდ განწყობილი გადიოდნენ ქუჩაში არ ვიცი აკეთებდნენ ყველაფერს და სამწუხაროდ ზოგიერთმა მათგანმა ჩაიდინა კიდეც დანაშაული, სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, რაზეც მიმდინარეობს კიდეც რამდენიმე ათეული პირის მიმართ გამოძიება. თუ ფიქრობთ, რომ ეს განწყობები ახალგაზრდებში არის შეცვლილი, აი ამ ტენდენციას თუ ატყობთ, მე ამას რატო ვკითხულობ, რომ აი მართლაც მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი როგორც ამბობენ გრძელდება, ამ პროტესტს არაკლია, არც მხარდაჭერა, არც დაფინანსება, იყო კიდეც რამდენიმეჯერ ისე მუხტის აწევის მცდელობები, ხედავთ, რომ ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში მიდის პროტესტი, ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი აღარ ფიქრობს აქ გასვლას. რა არის ეს მათი შეცვლილი განწყობების ბრალია თუ უბრალოდ კი აქვთ ისევ ის პროტესტი, მაგრამ ვეღარ ხედავენ ამ პროცესში მონაწილეობის. საქმე რაში მდგომარეობს, იცი საქმე იმაში არის მდგომარეობს, რომ აი ერთი სპორტიდან შედარება შემიძლია გავაკეთო. ეხლა ლანჩხუთის გურიას მეტი ფული აქვს თუ მადრიდის რეალს. რა თქმა უნდა, მადრიდის რეალს. როდესაც შეუწყდა შეუწყვიტი ერთი მადრიდის რეალს. ისა რა ქვია დაფინანსება და დააყენე იმ დონეზე, რასაც ლანჩხუთის გურიას დაფინანსება. არ გაჩერდება, იქ არ იქნებიან ფეხბურთელი. მე მიხვდება ახლა მაყურებელი, რასაც ვლაპარაკობ. ეს იყო იმ ძალიან დიდი იმის არასამთავრობოების, ეგრეთ წოდებული NGO-ების დამსახურება, რომლებსაც ჩამოურიცხეს ძალიან თვითონ ლაპარაკობენ, კაცო ჩამოურიცხეთ ამდენი ფულიო 85 მილიონი და ასე შემდეგ. და ამა ნაწილდებოდა ამ ახალგაზრდობაში ჩემობადონო გარკვეულ წრეებში და კი ბატონო განაწილდებოდა და ხდებოდა ის რაც ხდებოდა. მე ერთ რაღაცას და მიბძანით ახლა და გაბძანდით აგერ იმაზე რა ქვია მაკდონალდსი რომ არის რუსთაველთან. მიბძანდით უბრალოდ ნებისმიერ მიბძანდით ნახულობდი როდესაც გავიარდი მაშინ იქა რუსთაველზე ნახულობდი გადაჭედილი იყო ახალგაზრდა ბავშვებით ახალგაზრდებს ზოგს ეს ქონდა რუგზაკი მორგებული და ზოგს დროშა და ასე შემდეგ
რატომ? იმიტომ რომ მქონდა შესაბამისი საშუალება იქ. მიმძან ეხლა და თუ ნახავთ იმ მიმდეს არ ხდება ასეთ რაღაცა. თან ჭონია მის მაინც აკეთებინა უფასოდ ეჭვი. არა კაცო. ხო ის ცოლშვილს არ აჭმევს უფასოს და იმადა აჭმევს. ხო და მე ნახეთ კიდე რა არის რა ბარომეტრია მაგარი ბარომეტრი. როგორც კი შეწყდა USAID-ის დაფინანსებები, ნახეთ რა დღეში აღმოჩნდნენ. ეს არის კლასიკური მეთოდი ახლა მე-20 საუკუნის, მაგრამ 21 საუკუნის, მაგრამ ერთი რამ უნდა აღნიშნო აქვე და ჩვენს მე ვლაპარაკობ ახალგაზრდობის ნაწილზე თუ არა. ჩვენ ახალგაზრდობა გვყავს ძირითადი ჯანსაღი ძალა, რომელიც ძირითადი ჯანსაღი ძალა არის ის, რომელზეც უნდა დგას და უნდა იდგეს ჩვენი მომავალი საქართველო. და ამათთვის საყურადღებოდ მინდა გითხრათ, ქართული სახელმწიფო რო შედგა ამის დამადასტურებელი, შემდეგი ფაქტები მინდა ჩემო ძვირფასო თენგო გითხრათ. რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა 28 თებერვლიდან განსაკუთრებით იმ 5 დღის განმავლობაში რაები მიმდინარეობდა. ნახეთ, ერთი კაცი თუ დაიღუპა ღვთისმადლით, არ დაღუპულა. ღვთისმადლით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ესეც პროფესიონალიზმის დამსახურებაა. პროფესიონალიზმი. ჩვენი სამართალდამცავების პროფესიონალიზმის დამსახურება. მიუხედავად იმისა, მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ რადიკალების მხრიდან იყო ამის ცდელობა და დავალებაც ჰქონდა. ეხა ისე რომ რაღაც წარმოჩინდე რომელიმე მხარის მხარდამჭერად, მაგრამ ეხა ყველას გვახსოვს ღია ტექსტებით იძახდნენ, რომ სხერბლი რა მაგას კი ბატონო. და მეორე ამბავი, აბა ნახოთ კიდე. მეორე მომენტს გელაპარაკები. აბა თუ არის ვინმე ისეთი, რომელსაც ხანგრძლივად გაყვა ტრამვა, არ არის ასეთიც. ხო. მესამე ამბავია, რომელი ტელევიზია დაიხურა. რომელი ისა რა ქვია მედია საშუალება დაიხურა. არც ერთი ვისაც რა უნდა და იმას ლაპარაკობს და დღევანდელ დღესაც იმას ლაპარაკობს. ეს არის უდიდესი მიღწევა ქართული სახელმწიფოსი. იმიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ მე ახლა galaktionis როგორ შეიძლება თავი შევატანო, მაგრამ მის ლექს მოვიყვან. ერთს დღესავით არის ჩემთვის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობაო. ახლა როგორც ისტორიკოსი მე ვიტყვი იმას, რომ ამას ძალიან კარგად შეაფასებს მომავლის ისტორიკოსი და იტყვის, რომ პირველი ქვეყანაა საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ ჰიბრიდულ რევოლუციას. ჰიბრიდული რევოლუცია იყო ეს. არ იყო ვარდების რევოლუცია და ტიტებს და ასეთ. ეს იყო ჰიბრიდული რევოლუცია. მაგარ რაიმეს გაუძელეთ რა. აი ეს სახელმძღვანელოებში შევა. და დაიწერება ამის შესახებ და მეორე ამბავია ახლა კაცო საქმე რაში მდგომარეობს იცით აი ნიველირება მოახდინეს კიდე ამ პოლიტიკური პატიმრის სიტყვის სინდისის პატიმრის სიტყვის რატო ვლაპარაკობ ახლა პირდაპირ ეთერში გვაჩვენებენ რომ ვიღაცა ახალგაზრდა იყო და მინდაძე იყო თუ არ ვწდები გვარად თუ შეიძლება ვწდებოდე პირდაპირ ხელში უჭირავს ის პიროტექნიკა და პირდაპირ ესვრის სამართალდამცავებს ისა სინდისის პატიმარი მე ჩემო დაძვირფასო მეგობრებო პირდაპირ თელმა მსოფლიომ ნახეთ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები და პირდაპირ ეს გადაღებულია ყველა არა მაინც და მაინც როგორც გაფუჭებული იყო რა ქვია ფირფიტა და დაადებდი და ერთი და იგივეს ლაპარაკობდნენ ეგენი ამბობენ რომ ეგ დანაშაული არ არის განა იმას უარყოფენ რომ პიროტექნიკას ესროდნენ ამბობენ რომ კი ნუ იქ სასამართლო პროცესზე როგორ მიჯობა სხვა არის იქ ხდება იმისი გამოკვლევა რომ ნამდვილად ეს ადამიანი ესროდა თუ არა და ასე შემდეგ მაგრამ აი საჯაროდ რასაც ლაპარაკობენ ისინი ამბობენ რომ კი კაცო ვიღაცები კი ესროდნენ ამ პიროტექნიკას მაგრამ ეგ რა მოხდა ეგ არ არის დანაშაული აი ესეთი პოზიცია ამიტომ არიან ისინი სინდისის პატიმრები რომ თითქოს ისეთ ქმედებაზე არიან დაჭერილი რაც არ არისო კანონით არაფერი და მინდა ახლა გაუთვიცნობიერებელი თუ არის მე ასეთი მაგალითი მინდა მოვიყვანოთ თავდება ჩვენი გადაცემა და რომ თქვა არ შემიძლია პუტინმა და რუსეთმა ალიევის შვილის გეიდარ ალიევის შვილის გეიდარ ალიევის წინააღმდეგ წამოიწყო სამართლებრივი დევნა ანუ მისი ქონება გადასახადების იხდისო თუ 35 მილიონზეა ლაპარაკი ხო და მის წინააღმდეგ აღძრა საქმე მე კითხვა მაქვს ასეთი ბიჭო გოგი ხოშტარიას შვილზე ელენა ხოშტარია აგინებს პუტინს ხო ყოველ დილას აღამოს მაშინ ესე იგი მასზე ალიევმა ცოტა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა და შვილს საქმე აღუძრა ხო და გოგიას შვილს რატო არ აღუძრა საქმე რაშია მაშინ ამაზე მეტი დიდი დემოკრატი პუტინზე მეტი დემოკრატი დედამიწის ზურგზე თვითონ აფინანსებს თავის მაგინებელს თვითონ აფინანსებს თავის მაგინებელს აი ამაზე დაფიქრდით რა უბრალოდ გეუბნებით დაფიქრდით და მე ისტორიაში შევა კიდე მაგარი რაიმე შიმშილობა მოშიებამდე ხო ეს ასწავლია შიმშილობა მოშიებამდე ნუ მაგრამ ერთი სიტყვით მე მინდა უთხრა ჩვენს ძვირფას მაყურებელს რომ საქართველოს
ყველასთან ერთად, იმიტომ რომ მაგარი ქვეყანაა, ყველანაირად მაგარი ქვეყანაა, რომელსაც არ ყოფილიყო დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდით, ამავე დროს ეს ზღაპარი არა, ის ნამდვილია, ღვთისმშობელი იცავს. თორე ღვთისმშობლის წელხვედრი რომ არ ყოფილიყო ეს ქვეყანა და ღვთისმშობელი რომ არ იცავდე, დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდით ჩვენ დღევანდელ დღემდე და პირველი ქვეყანა ვერ გავხდებოდით სოფლიოში, რომელიც ამ დრომდე ვაშკაცურად შეებრძოლა და ამარცხებს იმ საშინელებას, რომელსაც ქვია ჰიბრიდული ომი. დიდი მადლობა ბატონო ედიშერ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, იმედი მაქვს მოგეწონათ, ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში თქვენი აქტიურობა ამის ასეთი ფიქრის სრულსაფუძველს მაძლევს, ვერფასო მაყურებლებო და მადლობა ამისათვის. დაგემშვიდობებით ბატონო ედიშერ და იმედია ისე მალე შევხვდებით ერთმანეთს. მე შეგახსენებთ, რომ ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით ანალიტიკის ფორმატში, მე და მერაბ ჩიქაშვილი. კვირის მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციებს. დიდი მადლობა და ნახვამდის.